იმ ფონზე, როდესაც ჩვენი წევრები იმყოფებიან პატიმრობაში, ჩვენს ორ დამფუძნებელ ლიდერს კლავაც განმეორებით ემუქრება სამწუხაროდ პატიმრობა, როდესაც ათობით ადამიანი იმყოფება დღეს პატიმრობაში საკუთარი პოლიტიკური შეხედულების და საქმიანობის გამო, ასეთ ვითარებაში გასაკვირი არ არის, რომ ბატონ გახარიასაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს წარედგინა ბრალი, რასაც მე ვფიქრობ ყველა მოელოდა, ეს არის პოლიტიკური რეპრესიის გაგრძელება რეჟიმის მიერ, რომელიც რეალურად არის გადასული სრულყოფილი დიქტატურის ჩამოყალიბების ფაზაზე. თუმცა ჩემთვის ყველაზე ტრაგიკომიკური ამ ამბავში არის ის, რომ იგივე ქოცებმა, იგივე ბატონი გახარია, მას მერე რაც მათი დღევანდელი თქმით, ის თურმე ქვეყნისთვის საზიანო აქტივობებში იყო ჩართული, გაამწესეს პრემიერ-მინისტრად და მას ანდეს ეროვნული უსაფრთხოება, ეკონომიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და ყველა ძირითადი მიმართულება და დღეს ამბობენ, რომ თურმე ეს პირი იქამდე ყოფილა ჩართული ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობაში, რაც მიუთითებს კიდევ ერთხელ აი პარანოიაზე და აბსურდზე, რაც ახასიათებს ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს.